ოჩახ, კარგი გოგოხარ. ეხლა 50 მეტრში შუქშათა შევხოთ მარცხნივ. აი, ეხლა იმასავით არ დადგები წითელივით, ხო? მაგრამ შეთერებით მარცხენა მხარეს იდგა. აუდანავ შეგიძლია კიდე ვიგდო. აი. აგინე თორმოზე დაიწყე მოხვეავონ. აი ეგრე. დავედით. კარგია. ეხლა ნახე ვივით პირდაპირ, მაგრამ ნახე აქ ცოტა არაკომფორტული ქუჩა არის რა. ანუ ორი გათვაქტეთ კარგად ვერ ეტევა მანქანა, ხო? ოჩახ. დავედით. ამიტომ თქვა თუ კიდე არ კარნახობს კომიტე ან მეც არ კარნახო რომ მარჯვი შევუხვეთ, თქვა რაკეთ მარჯვი დადგე და მიეკრო ესე როცა დაბკოლებებია, არავინ გაძალებს რა. დაბკოლებები თუ ხდება, მე ხდე თუ ხედავ რომ უკვე თავისუფალია, მაშინ თუ მარცხნივ მოხვევის წარმოსადები კი ბატონო დაიჭერ მარჯვენა ზოლს. ანუ რო შევარჯამთ, ანუ შენ არ ირთულებს საქმეს მოკლედ, მაგრამ თუ ხედავ უკვე რა თქმა უნდა ორი თქო მარცხენა ზოლი არ გიკავია. დავედით. ნახე ხალხ თავისუფლდება, ხო? ეხლა იჭერ უკვე მარჯვენა ზოლს, ჩაუთე მარჯვნივ. არ დაატოვო, იარი გაზით, დადი გაზით, ოღონდ პირიქით. უხუჭ არ ჭირდება რა. აი ეს, მიხდი? ნუ თქვა ნახე აქ ხო გაქვს 40 დასაშვები. თუ დაბკოლება არ გაქვს, ხო? იქით გადახვიდე და იქით ზოლში 40-დია რომ ეგეც შეიძლება ჩაკეთოს შეფერხებაში რა. მაგრამ იქ არ დაგაძალე გადმოსვლა, იმიტომ რომ ცუდი მონაკვეთი იყო, დაბკოლებები იყო და всё პრობლემა არ არის რა. просто შეაფასე. 150 მეტრში შევხვდით მარცხნივ. მე მიყევი ნელა. კარგი გოგოხარ, ვაიდა ჩამტარიყო, მაგას ელოდებოდი. კი, არენდობი, რა თქმა უნდა, არავის არენდობი რა, თადარიქს იჭერ. ოღონდ არ უნდა ეს შიშით და ისი არა რომ შენ დაპატიჟოთ არა. ყურადღებით ეხლა ნახე. ისევ შენი ზოლი არაურიო, ანუ მარცხენაში დგახარ ჯერჯერობით, ხო? აი, ეგრე. ბატონო, მალე შევუყვებ ახლა მარცხნივ. ბატონო, ეხლა რა ხდება? ნახე დააკვირდი. დადი გაზით. მოუმატე. ეხლა ნახე ეს არის ასაჩქარებელ ზოლი. მოუმატე, ჩაუთე მარჯვნივ. ნახე. ეს თეთრი. გავატარეთ. ნახე იგივე სიჩქარე შემოვყევით, მიხდი? აქ ეხლა შედარებით კიდე მოკლე მანძილია ეს ასაჩქარებელ ზოლი. გაუჩი შეეხო უკვე. მაგრამ ნახულობ რა, იქ კიდე მეტი მანძილი გაქვს რუსთავში, მაგრამ თუ ხედავ რომ დიდი გადაბმული მოძრაობა, არ არის პრობლემა, არ ჩქარდები, როცა ნახავ რომ გათავისუფლდება, მაშინ არ ჩქარდები, მაგრამ არ შეგხვდება ეგეთი მომენტი რა, ანუ იწყებ მომატებას რომ შეგვიდე თანაბი. ეხლა 150 მეტრში წრილზე ვიმოძრავებთ მარცხნივ. ყურადღებით, ეხლა აქ ერთი მოსატრიალებელიც არის და ეგ არ გვინდა. ნახე. შედიოთ წრილზე მარცხნივ. ანუ მალე იმოძრავებ წრილზე მარცხნივ, ჩაუთე და ხედვა ყოჩა, კარგი გოგოხარ, დილად არ იჩქარა. და ისე მოხვევა. ნუ ელოდები. და აი აქ უკვე შენი გზა არის, ჰა? გამოხედავით იქით და წავედი. რატო აგერია მითხარი? მეორე გზა ვარი, მე რა ვარ. ხო და არაფერი, წრე ხო დაინახე. ეხლა წრილზე მივდივართ პირდაპირ. ყურადღებით. აქაც ნახე, გახედვა, არავინ არ არის და შედიხარ უკვე, всё. ერთი გამოხედვა აქეთაც, ვინც შეგითლავს, რბილად ოღონდ უჩქარო, ნახე, ერთი გაზზე დაგეჭირა ფეხი რა. და მე შეიძლება აგერიოს. კიდევ ამ რო შედიხარ, კი შენი გზაა, მაგრამ არ იჩქარო ეგ ერთი და. რატომ აგერიოს? ნახე, მარცხნივ რო ვამბობ. გინდა მარცხნივ თქვა და გინდა მხოლოდ ერთი მარცხნივ თქვა. იგივე მანერს აკეთებ ერთი ზოლით, შენი ზოლით რა, მიხდი? всё, ყოჩა, კაი გოგო, დავედი. იხდი ხო თუ არა? ეხლა 300 მეტრში შევხვდით მარცხნივ. იბატონო. აი ეგრე. კარგი გოგოხარ. აქაც აი ეგრე ყურადღებით. ოჩა, აი ეგრე. იდეალურად. ეხლა აქეთ დაგჭირდა გახედვა.
150 მეტრში შევხვდით მარცხნივ. ყურადღებით მომხანასთანაც. ოჩა, აი ეგ. მაგრამ დააკვირდი ნახე. აი, ყოჩა ხეგრე. კარგი გოხარ, ეგ მინდა. ნახე, მეავთ აქ ნიშანია რომ იზოლიც უხოს, მაგრამ ყოველი შემთხვევაში თადაგი დაიჭირა, შენ მაინც უკიდურესი გიჩერნია ყოველთვის, მიხდი? ეგეთ. და პლუს ამას ზოლის კვეთა გავაკეთეთ და აუცილებლად ვთავთ სიმციმას, მიხდი, ხო? всё, შეგიძლია გათიშოვეთ, გახარ ჯერჯერობით. დავედით. მე მიყევი. დილად, არიჩქარ და შენი ზოლით, მოდი. ახლოს ცოტა აი, შედარებით რა, აი. აი. კარგი გოხარ, რა ეს. всё, დადი ხა თამამად უკან. და გაუთიშ. ეხლა 50 მეტრ შევხვდ მარცხნივ. აი, ეგრე. ოჩა. შევხვდ მარცხნივ. მაგათ ნახე შენი ზოლით რა ყურადღებით. ყველა იცავს თავის ზოლს თქო მოგატყუები, მაგრამ შენ არ უნდა დაარღვიო. აი ეგ, კარგი გაქვს. ეგ. ახლა 150 მეტრში შევხვდ მარჯვნივ. ჯერ ნახე, ჯერ დაბყოლება, დადი თამამად, ნახე ისინი საკეთ გადმოდიან. ჯერ არ ჩართო. დადი, მიყევი შენი ზარი. ახლა ჩაუთე. და ახლა გადახო. გაუთიშე. ახლა წესით დაიძრება რა. ამ დროს როცა გრძნობრო დაიძრება, აღარ იფურებს საქმეს რა. ხე? იმას პოსტა ავარიული ქონა ჩართული რა. აი, შენ ვერსად ვერწახარ, მიხდი? აი, უნდა ელოდო ეს ზებრასთან დგას. всё. აი, ეგრე. ეხლა წავედ. ეს ბიჭი, ხო, ისიც გამოდათ ის ხალხი. ამ ბიჭსაც შეხება იტყვირო, არ გადმოდის და აგრძელებ მოძრაობას. დავით. ახლოს არ ჩავარო. კი, ჩართე, მაგიტო ვიძახი, ნახე ჯობია ჩართო და ოდნავ აი ესე გადაგკო და ვიდრე იმის გამო რომ ზოლში ჩაეტიო, ახლოს ჩავარო. აი ეგ ჯობდა რა, მაგას და. ოღონდ უღა ელოდები რომ მე უკვე დავინახო რასაპირ. მალე შევხვდ მარჯვნივ. აი ეგ, ოჩა. დავით. და მოხო შენ ზოლში არ იჩქარო რბილად. აი ეგ. ოპერა. ეგარი. ნელა გაასწორი. მაგრამ ნაკით არ გამოგეცეს, მიხდი ხო? ეხლა გადავიდეთ ერთზოლით მარცხნივ, დადი თამამად. აი ეგრე. დადი, ნახე გავუცდეთ ბარემ უწყეთ, მიხდი? დადი და აი სადაც საშუალება გაქვს, აი ეს მიხდი ხო? ეგეც შეაფასე რა, შეიძლება უკან სიცარიელი იყოს ვაფშე, მაგრამ შეიძლება იმ კონკრეტულ ადგილას დაგეთქვეს გაუჩი. დაგეთქვეს უწყვეტი ზოლი. ეგეთი უწყვეტი ზოლი არის ზებრასთანაც რაღაცა, მაგრამ ალაგ-ალაგ მონაკვეთებში გადაამოწმე რა. ეხლა უკვე მივდივართ პირდაპირ. და დააკვირდი კარგად. ნახე ის ზოლი მარჯვნივ მხოლოდ მარჯვნივ ჩადის, არც გვეხება, ხო რეალურად პრობლემას არ გიქნებს. დაყევი. მიდი თამამად. მივდივართ პირდაპირ. თამამად. ოღონდ აი ეგრე ნახე. ოჩა, მიხდი? იმიტომ რომ იქ სამხრეთიდან გადმოვედით ჯერჯერობით ორ მხრივ გზაზე. მაგრამ ნახე ეხა ეს მოსახლეობის გზა და აქედან იწყება რეალურად უკვე სამხრივი გზა, მიხდი ხო?
ანუ შენ ეს ნიშანი დახაზულიც რო არ ქონოდა თუ დასაწყისშივე არ გაქვს ცალმხრივის ნიშანი, მაინც აუცილებლად იჭერ მარჯვენა ზოლს რა. მიდივართ ისევ პირდაპირ ჯერჯერობით. აქაც ქუჩაზე და არაფერი ნიშანი არ გვაქვს, შესაბამისად ორ მხრივ გზაზე ვაგრძელებთ მოძრაობას, ხო? ლოგიკური. აიგე. მიმოძრავთ პირდაპირ. ესე მიყევი ჯერჯერობით პირდაპირ. აქეთ არ მოიწევა ახლოს ყურადღება. ძალიან თამათ. ნახე ხა აქ უკვე არის ცალმხრივი ქუჩა, ხო? ნიშანიც. 150 მეტრ შევხოთ მარცხნივ. კი ბატონო და რადგან ცალმხრივია, იჭერ აი მაკეთა ზოლს. რო არ ყოფილიყო ცალმხრივის ნიშანი, მე თქო მარცხნივ თქვა, ნახე ამ ზოლიდან მოგიწევდა სიტუაციის შემოხვევა რა. ეხლა მალე შევხოთ მარცხნ. აქაც ცალმხრივის ნიშანი გაქვს. შედიხარ ეს შესაბამისად ჩვენ ზოლში არის ჩქარო, დაიწყე მოხევა. აი ეგრე. კი ბატონო. დავასწორეთ.